საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 1 წლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8-ზე მეტად ან 6-დან 8%-ის ინტერვალში ვარაუდობენ, დაკლებულია. დეტალურად გიყვებით რამდენიმე წუთში. ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინის კვლევის თანახმადვე შემცირებულია იმ ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, რომლებსაც ხელფასების ზრდის მოლოდინი აქვთ. 2025 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, რაც 2024 წელთან შედარებით 8.4%-იანი ზრდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით ამავე პერიოდში ქვეყანაში სულ 7,800,000 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში 5.9%-ით მეტია. თემაზე ვრცლად რამდენიმე წუთში. საღამომშვიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. შემცირებულია როგორც ინფლაციური მოლოდინები, ასევე ხელფასების ზრდის მოლოდინები. შესაბამის კვლევას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ების მიხედვით დეკემბერში ნოემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია, კერძოდ იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10-დან 20%-ზე მეტად ელოდებოდნენ, შემცირებულია. ამავე დროს გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0-დან 10%-მდე ელოდებიან. ასევე ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 1 წლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ზრდას ელოდებიან ცვლილებას 8%-ზე მეტად და 6-დან 8%-ის ფარგლებში, ვარაუდობენ ფასების ცვლილება შემცირებულია, ხოლო დეკემბერში ნოემბერთან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ინფლაციის ცვლილებას 4-დან 6%-ის ფარგლებში ფიქრობენ. 2025 წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის რეკორდული იყო. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოს 7.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით თითქმის 6%-ით არის გაზრდილი, საიდანაც 5.5 მილიონი ვიზიტი უშუალოდ ტურისტულ ვიზიტს წარმოადგენდა, რაც წლიურად 8.4%-ით არის გაზრდილი. ქვეყნების მიხედვით საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ რუსეთის ფედერაციიდან ჰყავდა, რაც 1.6 მილიონს შეადგენდა. მეორე ადგილზე თურქეთი 1.5 მილიონი ვიზიტით, სომხეთიდან კი საქართველოში გასულ წელს 948,000 ვიზიტორი შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზრდა ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტურიზმის ტოპ 10 ქვეყანას შორის ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყანა არ არის. 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჯამში 9.5 მილიონი ვიზიტი განხორციელდა. 2025 წელი შეჯამებულია, როგორც მოსალოდნელი იყო, წელი ძალიან კარგი ციფრებით დასრულდა. ჩვენ წლის დასაწყისში ვარაუდობდით, პროგნოზი იყო, რომ ძალიან წარმატებული წელი იქნებოდა, სწორედაც ასე აღმოჩნდა ნამდვილად. ზრდა გვაქვს თითქმის ყველა ჩვენი სტრატეგიული ქვეყნიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურისტული ვიზიტების ოდენობამ გადააჭარბა. წლევანდელი წელი იყო რეკორდული რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, ბრიტანეთიდან უპრეცედენტო ოდენობა მოგზაურების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში. პირდაპირ ფრენებს მომავალი წლიდან 2026 წლიდანაც აქტიურად იგეგმება ახალი ფრენები, ახალი მიმართულებები და სიხშირეების დამატება და ტრადიციული მარკეტინგული კამპანიები, რომლებსაც მუდმივად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე ახორციელებს. 2025 წელი იყო გამორჩეული, ძალიან დიდი ოდენობის მარკეტინგული კამპანიები 32 ქვეყანაში ჩატარდა და შესაბამისად შედეგებიც არის სახეზე. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით 2025 წელს ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე 1,250,417 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. წინა 2024 წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის
13%-ით გაიზარდა, ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიები პრომეთეს მღვიმე იყო 285,883 ვიზიტორით, მარტვილის კანიონს ესტუმრო 275,475, ხოლო კირალას პარკს 131,000-ზე მეტი ვიზიტორი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წელს ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 515,188-მდე გაიზარდა, 12%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით, ხოლო უცხოელი მოგზაურების რაოდენობამ 725,000 გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-იანი ზრდაა. ტურისტული ბიზნესის ნაწილი აღნიშნავს, რომ კვლავ მაღალმხარჯველ უნარიანი ტურისტების სიმცირე შეენიშნება, რაც დარგის შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება. ტურისტული კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ ზრდა ძირითადად აზიური ბაზრების ხარჯზეა. ეს სეგმენტი კი მოგზაურობაში შედარებით ნაკლებს იხდის, რაც საბოლოოდ როგორც გაწეული მომსახურების, ასევე განთავსების ობიექტების ფასებზე ნეგატიურად აისახება. შევაფასოთ განვლილი 2025 წელი იყო იმაზე ცუდი ვიდრე 2024 და კიდევ უფრო იმაზე ცუდი ვიდრე 2023. აბსოლუტურად ყველას აქვს იგივე მოსაზრება, რომ მაღალმხარჯველი ტურისტები, ანუ ევროპელები, ამერიკელები, იაპონელები, ავსტრალიელები ვთქვათ, არის საგრძნობლად შემცირებული და არის ყველგან ჭარბობს რუსი ტურისტი, ასევე ჩინეთიდან ჩამოსულები, ინდოეთიდან ჩამოსულები, არაბული ქვეყნებიდან. ამ ბაზრებთან დაკავშირებით მინდა ის დავამატო, რომ ეს ის ბაზრებია, რაც ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ აუცილებლად, რომ ეს ის ბაზრებია, რომლებიც ჩვენთვის საკმაოდ ეკონომიკური მხრივ და ფინანსური მხრივ მომგებიანი ვერანაირ ვერ იქნება, იმიტომ რომ ამ ბაზრებიდან ჩამოსულ სტუმრებს არ აინტერესებს არც ქართული სამზარეულო, იმიტომ არ ჭამენ ქართულ საჭმელებს, ისინი არიან დაბალმხარჯველები, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ისიც, რომ აღვნიშნოთ, რომ მათ არ აქვს მაღალი მოთხოვნები. რაც აისახება მე უკვე ჩვენ სერვისიც და შესაბამისად ფუჭდება სერვისიც და ვეჩვევით, ანუ ასე ვთქვათ, ცუდ მომსახურებას. რესტორნების ბიზნესმა მოიკლო ხარისხიანი ტურისტებმა ალბათ თბილისში, რომლებიც ჩამოდიოდნენ და პრემიუმ რესტორნებში ხარჯავდნენ პლუს მათაც მოიკლეს, მათაც რიცხვმა ზირითადად აზიური ქვეყნებიდან არიან ტურისტები, რომლებიც მოგეხსენებათ ღვინოს ნაკლებად მიირთმევენ, გასტრონომიული ექსპერიმენტები მათ დიდად არ აინტერესებს, მით უმეტეს ღვინო. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი შველა, თუ შეიძლება ესე ითქვას, არის ექსპორტი და ისიც დასავლური ექსპორტი. ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება, როგორც BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურში განუცხადეს, პრემიერი დავოსის ფორუმზე წელსაც არ მიუწვევიათ. უკვე მეორე წელია, როცა საქართველოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის, რაც პირველად 2025 წელს მოხდა და ბოლო 20 წლებში პირველი შემთხვევა იყო. ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის დავოსში მონაწილეობა პრიორიტეტული არ იყო. საქართველოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ბოლოს 2024 წელს მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 56-მე ყოველწლიური შეხვედრა დავოსში წელს 19-23 იანვრის პერიოდში გაიმართება და მთელი მსოფლიოდან მთავრობების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს გააერთიანებს. წლევანდელი შეხვედრის თემაა დიალოგის სული. დავოსის ფორუმზე დასწრება უკვე დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით 1 იანვრისთვის ქვეყანას უცხოელი კრედიტორების 9,291 მილიონი დოლარი, ანუ 25 მილიარდი ლარის ვალი ჰქონდა. ბოლო 1 წელიწადში სახელმწიფო ვალის მოცულობა 703 მილიონი დოლარით, ანუ 8%-ით არის გაზრდილი. დეკემბრის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8,9 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება იყო თითქმის 7 მილიარდი დოლარი, ორმხრივი კრედიტორების კი 1,58 მილიარდი დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 301 მილიონ დოლარს შეადგენდა. 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით და მონაცემებით საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და განვითარების საერთაშორისო ბანკი. და დროა საქმეის საღამო ტრადიციულად საფონდო ბაზრების მიმოხილვით გავაგრძელოთ. აქვე მინდიან პარასკევია, შეგვიძლია უკვე კვირაც შევაჯამოთ. საკმაოდ პოზიტიური კვირა გამოდის ეს ამერიკული ბაზრისათვის. მატების ტენდენცია მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. დღესაც სხვათა შორის, როგორც ხედავთ, Wall Street-ზე ზრდა არის. მაგალითად S&P 500-დან +0.14%, Dow Jones-თან დიდაცვლება არ არის, აი Nasdaq-ი კი მატებას აფიქსირებს +0.15%-ის ფარგლებში. სამივე ინდექსი მინდა გითხრათ, რომ ამჟამად რეკორდულ ზონაშია და უკვე დღის დასრულების
მიწურულს შეიძლება ფაქტობრივად ახალი რეკორდიც კი ვიხილოთ S&P 500-თან მიმართებით. მანამდე კომპანიებს გადავალოთ თვალი, როგორც ხედავთ, დიდად გამორჩეული ძვრები და ცვლილებები ამ კვირას არც ერთ მათგანს არ აქვს. ერთადერთი გამონაკლისი მთელი კვირის განმავლობაში იყო TSMC, რომელმაც ფინანსური შედეგები წარმოადგინა, შედეგები იყო ფენომენალური, მინდა გითხრათ, და ამ ყველაფრის ფონზე მისი აქციების შეფასება ამ კვირას გაიზარდა საშუალოდ 8%-ით. სხვათა შორის მისმა კაპიტალიზაციამ ისტორიაში პირველად მიაღწია დაახლოებით $1.8 მილიარდ, ნიშნულსაც ბოლო პერიოდის მთავარი გამარჯვებული არის TSMC. უკვე მომავალი კვირებიდან სხვათა შორის Nvidia, Google, Apple, Microsoft და Amazon-იც დაიწყებენ თავიანთი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას, ამიტომაც წინ ძალიან საინტერესო დღეები გველის. მანამდე თვალე გადავალოთ ევროპასა და აზიას, აქ მცირედი კლება გვაქვს, თუმცა ეს კვირა მაინც პოზიტიური იყო სამივე ბაზრისათვის. ევროპის შემთხვევაში კლება გვაქვს, როგორც ხედავთ, -0.15%, შანხაისთან გვაქვს -0.26%, ნიკეისთან კი 0.33%, ჯამში მაინც ზოგადად equity-ის ბაზრის მიმართ ინვესტორების განწყობა არის საკმაოდ მაღალი და თან პოზიტიური. ვისაუბროთ აქვე ენერგეტიკულ ბირჟაზეც, სადაც ძვრები იყო თავიდან ძალიან მკვეთრი ზრდა ვიხილეთ ნავთობთან, ამის შემდეგ დასტაბილურება, დღეს კი ფატებით იხურება მაინც ბაზარი, როგორც ხედავთ, ბრენდის ფასი $64 ფარგლებშია, WTI დაახლოებით $60 ივაჭრება, $55 რუსული ნავთობის ფასი. რაც შეეხება ბუნებრივ არის ის 30%-ით გაძვირდა ევროპისა და აზიის მასშტაბითაც და მეგავატ-საათ ენერგიის ფასი უკვე 27 ევროს აჭარბებს. ძალიან მკვეთრი მატება გვაქვს, ეს კი ყველაფერი დაკავშირებული არის, რა თქმა უნდა, ირანის გარშემო არსებულ ვითარებასთან და იქ განვითარებულ პროცესებთან. ოქროსა და ვერცხლსაც ვთქვათ, ორივე სიტყვა დღეს მართალია კლება გვაქვს, თუმცა ეს კვირა მაინც პოზიტიური იყო ორივე მეტალისათვის, ორივე მათგანმა რეკორდული შედეგი დააფიქსირა. ოქროს ფასი ისევ და ისევ 4600-ის ფარგლებშია უნციაზე, ხოლო ვერცხლის ფასი უნციისა შეადგენს დაახლოებით $80, რაც არის ერთწლიან პერიოდში, ოქროს შემთხვევაში 70%-ით, ხოლო ვერცხლის შემთხვევაში 192%-ით გაზრდილი მაჩვენებელი მეტალების დომინაცია წელსაც როგორც ჩანს გრძელდება. კრიპტოინდუსტრიასაც შევეხოთ, მასაც კარგი კვირა ჰქონდა, საშუალოდ 5.5%-იანი მატება იყო, მაგრამ დღეს გვაქვს მცირედი კორექცია აქაც 2%-ის ფარგლებშია შემცირებული ბაზრის საერთო შეფასება $3.3 ტრილიონ შეადგენს იგი. ბიტკოინის ფასი მცირედი ჩამოწდა $95,000 ნიშნულს, ეთერეუმი კი 3300-ის ფარგლებშია, თუმცა ეს მაინც ბოლო პერიოდის განმავლობაში პოზიტიურ დინამიკად შეიძლება ჩაითვალოს. ამის ფონზე კაპიტალიზაცია $395 მილიარდი გვაქვს ჩვენ ეთერეუმისა, ბიტკოინის კი $1.895 მილიარდი. აქვე ქართულ კომპანიებსაც გადავალოთ თვალი, ეს არის საქართველოს ბანკი, რომელსაც მცირედი მატება აქვს 0.42%-ის ფარგლებში და ის ისევ რეკორდულ ზონაში იმყოფება. TBC-სთან უფრო საინტერესო დინამიკა გვაქვს დღეს, მატება არის 2%, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ბანკს გაცილებით უკეთესად აქვს საქმე ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეროვნულ ვალუტას რაც შეეხება, მისი კურსი მყარად არის ისევ და ისევ 2.69-ის ფარგლებში, ევროს კურსი არის 3.13, აქაცვლებები მინიმალური იყო მთელი კვირა, ხოლო სტერლინგის კურსია 3.71. და ბოლოს აქვე ორი სიტყვა ტრადიციულად უნდა ვთქვათ Foresight-ის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხაგანათვისუფლ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, მისი მოცულობა კი წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%-ს ანგარიზე 50,000 მეტის ქონის შემთხვევაში სარგებელი აღწევს და აჭარბებს 10%-ს. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურად. Foresight Investment Group კი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია. მოკლედ, ეს ვითარება გვაქვს ამ წუთებში პარასკევის მიწურულს გლობალურ საფონდო ბირჟებზე, ხოლო ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ თქვენ გელით წინ თელარა გელანდიას ავტორო გადაცემა წერტილი, რომლის ანონსაც სწორედ ახლა გაგაცნობთ. 5,500,000 ტურისტული ვიზიტი, წლიური ზრდა 8.4%. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ 2025 წლის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი. საქართველოს ტურიზმის ტოპ 10-ში ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყანა არაა. რას გვიყვება ვიზიტორების გეოგრაფია და რას ამბობენ თავად ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები. 2025 წლის შედეგების ანალიზით და პროგნოზებით დღეს 21 საათსა და 30 წუთზე ბიზნესის ხმა BMG TV-ზე. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი წერტილში თელარა გელანდიასთან ერთად. და საქმეს აღამოს განვაგრძობთ შოთა ტყეშელაშვილთან ერთად, რომელიც პარასკევის ტრადიციით
გვერდება 2026 წელს პირველად, ხო? ბატონო. დიახ, გავხსენით სეზონი. გავხსენით სეზონის აღმშვიდობის და პრინციპში შევაჯამოთ გასული კვირის სიახლეები და ამბები ბიზნესიდან და ეკონომიკიდან და ბოლო დღით უნდა დავიწყოთ ალბათ უშინდელი დღით აეროპორტის ინვესტიცია ტავი და ADP. დიახ, ნამდვილად ყოველ კვირას არ გვესმის ესეთი დიდი პროექტის შესახებ. გუშინ ხელი მოაწერეს ADP ჯგუფმა და მთავრობამ საქართველოს თბილისის მთავარი აეროპორტის გაფართოების შესახებ 150 მილიონი დოლარი არის ამ პროექტის მთლიანი მოცულობა და მის შედეგად თბილისის აეროპორტის წლიური გამტარიანობა უნდა გაორმაგდეს და 10 მილიონი მგზავრის მომსახურება უნდა შეძლოს ამ აეროპორტმა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი არის დამატებითი გეითების მოწყობა, ანუ გასასვლელების მოწყობა აეროპორტში, უნდა გაფართოვდეს როგორც გაფრენის, ასევე ჩამოფრენის ტერმინალი, ასევე აეროპორტის შიდა ლაუნჯი და მთლიანი ინფრასტრუქტურა უნდა გაიზარდოს მისი ზომა და 2028 წლამდე გეგმავს ამ პროექტის დასრულებას ADP და ტავი. თუმცა ის არის მნიშვნელოვანი, რომ პარალელურად მთავრობა აცხადებს, რომ 2031 წლიდან უნდა ამოქმედდეს ახალი აეროპორტი, რომელიც ვაზიანში განთავსდება. შესაბამისად, ინვესტიციის ამოღებისთვის ფანჯარა აქვს 2028 წლიდან 2031 წლის ჩათვლით. ტავს, რის შემდეგაც მთავრობა ამბობს, რომ უნდა დაიხუროს არსებული აეროპორტი და მან თბილისის აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე უნდა გადავიდეს. შოთა ხომ არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ვაზიანში ასამოქმედებელი აეროპორტის ოპერატორი ამ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ტავი, ან ექნება თუ არა მათ ასე ვთქვათ ამგვარი წინადადება. დიახ, ჯერჯერობით დეტალები არ ვიცით, თუმცა ავიაციის ექსპერტების შეფასებით საკმაოდ მნიშვნელოვანი არის გაფართოების ეს პროექტი, თუმცა თბილისის აეროპორტი ინფრასტრუქტურის მიმართულებით უკვე აღწევს გარკვეულ ზღვარს, რის შემდეგაც გაფართოება უკვე რთული იქნება, თუმცა როგორც ცნობილია, ეს დამოკიდებული იქნება ნაკადებზეც თუ ფაქტობრივად რამდენი მილიონი მგზავრი ჩამოვა თბილისის აეროპორტში და იქნება თუ არა შესაბამისად საჭიროება. და მაქსიმალური მოლოდინებით კომპანიისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რათა შემდგომ უკვე ახალი ინვესტიციებიც განახორციელოს. შოთა, ასევე მიმდინარე კვირის განმავლობაში გავრცელდა სტატისტიკა ექსპორტთან დაკავშირებით 2025 წლის შედეგები გახდა ცნობილი, უფრო კონკრეტულად რისი თქმა შეგვიძლია და რა ტენდენციები იკვეთებოდა გასული წლის განმავლობაში საქართველოში. დიახ, წინასწარი მონაცემები გავიგეთ იმის შესახებ, რომ 2025 წელს მთლიანი ექსპორტი იყო 7 მილიარდ 300 მილიონი დოლარი, რაც წლიურად არის 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. და იმპორტი კი დაახლოებით 9%-ის ფარგლებში გაიზარდა 18 მილიარდ 500 მილიონ დოლარამდე. უშუალოდ დეტალები მომდევნო კვირაში უნდა გახდეს ცნობილი, რადგანაც ჯერ ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემები იყო და მასში საქონლის მიხედვით ჩაშლილი არ არის თუ რა კატეგორიის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა 11 თვის მდგომარეობით პირველ ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილები, რომლის ექსპორტიც ლამის ყოველთვის. დიახ, 2 მილიარდ ნახევარ დოლარს აჭარბებდა სავარაუდოდ. დაახლოებით 3 მილიარდ დოლარსაც შეიძლება დაუახლოვდა წლიურ ჭრილში საქართველოსთან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი და დაახლოებით 40%-ის წილი აქვს ამ საქონელს არსებული მდგომარეობით. ანუ დისპროპორციული დამოკიდებულება გვაქვს ეკონომიკური რეალურად ავტობიზნესზე ქვეყანას. საკმაოდ მაღალი დამოკიდებულება. როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში საკმაოდ, ექსპორტში პირველ ადგილზეა და იმპორტშიც პირველ ადგილზეა. მე მგონი ავტოპროდუქტებს უსწრებს, ხო, ავტოპროდუქტებს უკვე. ავტომობილები რა თქმა უნდა უსწრებს. ხო. შოთა, ფულად გზავნილებებს უნდა ვისაუბროთ, ასევე გაზრდილი იყო დეკემბრის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ადგილზეა და რუსეთსაც ჰქონდა ზრდა გარკვეული, ასე ვთქვათ, შემცირების შემდეგ. დიახ, რუსეთიდანაც გაიზარდა ფულადი გზავნილები. მთლიანობაში გასულ თვეში 338 მილიონი დოლარი გადმოირიცხა მცხეთიდან საქართველოში, რაც 18%-ით არის გაზრდილი. პირველ ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 64 მილიონი დოლარით, საიდანაც ასევე 18%-ით გაიზარდა გზავნილები. მეორე პოზიციაზეა იტალია 58 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი 53 მილიონი დოლარით, საიდანაც ასევე 18%-ით არის ზრდა.
მთლიანობაში გაზრდილი არის ეს მაჩვენებლები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აშშ ამკაცრებს თავის საიმიგრაციო პოლიტიკას და ფაქტობრივად საქართველოსთან საიმიგრაციო ვიზების დამუშავება შეწყდა, შესაძლებელია ამ მიმართულებით არსებული მაღალი მაჩვენებლები გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალოს კიდევაც. კი ბატონო, მადლობა შოთა ჩართვისთვის. გიორგის ორი კოკოლა აქვს და გიორგი გადმოგცემს. საჩუქრად შეგვიძლია გადავცეთ ერთი შოთას ტრადიციულად უკვე. შეგვიძლია ერთი წაიღო. მადლობა შოთა პრეშელაშვილი იყო ჩვენთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ საქმიან საღამოს დღის სხვა თემებით. საქართველოში კვერცხი გაძვირდა. BMG-სთან აღნიშნული შესახებ მწარმოებლები საუბრობენ. მათი განცხადებით ფასის მატება საშუალოდ 2 თეთრია. კომისიის თანადამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ვარაუდობს, რომ იანვრიდან კვერცხი დაახლოებით 2-დან 2.5 თეთრამდე გაძვირდა. იანვრიდან კვერცხის დაახლოებით 1.5 თეთრით გაძვირებაზე საუბრობს კოდას გენერალური დირექტორი. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი საკვები პროდუქტების ფასის ზრდა. მერძევეთა ასოციაცია ხელისუფლებას რძეში აფლატოქსინის შემცველობის რეგულირების გადახეთვის თხოვნით მიმართავს. დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის სტანდარტის ნაადრევი დანერგვა ადგილობრივ ფერმერებსა და გადამუშავებლებს მძიმე წნეხის ქვეშ აყენებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4.800.000 ლარია. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. დრო ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში და დღეს გახდა საინტერესო ისეთი სტატისტიკის გაჟღერება მოხდა მოკლედ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომელსაც მიიქცია ყველას ყურადღება და ამ სტატისტიკაში ჩანს, რომ ტრამპის დაპირებები როგორც ჩანს თლად ბოლომდე არ სრულდება. ეს სტატისტიკა უკავშირდება რეალურად ამერიკის ფედერალური მთავრობის 2026 წლის ფისკალური წლის, ამ შემთხვევაში და არც კალენდარული წლის პირველი კვარტალის საბიუჯეტო დეფიციტს, რომელმაც შეადგინა 602 მილიარდი დოლარი. ტრამპი ამბობდა, რომ დეფიციტი საერთოდ არ გვექნებაო და პირიქით ვალებსაც გავისწორებთ, მაგრამ აი 602 მილიარდის ვალის აღება მოუწევს ამერიკის მთავრობებს მხოლოდ ერთი კვარტალის ხარჯების გადასაფარად. ეს 602 მილიარდი იმას ნიშნავს, რომ რეალურად მთავრობამ დახარჯა 602 მილიარდით მეტი ამ პერიოდში დახარჯა რა, გათვალა დახარჯვა ამ პერიოდზე ამ თანხისა, ვიდრე მიიღო შემოსავალი გადასახადების სახით. ეს კი რა თქმა უნდა ეკონომისტებს და აგრეთვე ანალიტიკოსებს აშფოთებთ, ვინაიდან ტრამპის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ის გაისტუმრებდა ვალებს რა თქმა უნდა დეფიციტის აღმოფხვრის გზით, მაგრამ ეს როგორც ჩანს ვერა და ვერ გამოდის. წინა თვეს მაგალითად დეფიციტმა 155 მილიარდი შეადგინა, საერთოდ რეკორდი იყო ამერიკის ისტორიაში, ანუ ეს ტენდენცია შემცირების აქ საერთოდ არ ჩანს, ერთადერთი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის მცირედ იკლება 100 მილიარდიანი, თუმცა ეს არსებითად არაფერს ნამდვილად არ ცვლის. ხო, მიზეზებზეც უნდა ვთქვათ, ორი თუ საწავიდა ეს ფული ამდენი რაოდენობით, თავარ მიზეზად სახელდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, როგორც ყოველთვის ტრადიციულად და ასევე სახელმწიფო ობლიგაციებზე გაზრდილი განაკვეთები. ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა, აი ამიტომაც არის პრინციპში ფედს რომ აიძულებს ტრამპი რომ შეამციროს განაკვეთი, რადგან როცა განაკვეთი მაღლა პროცენტის მომსახურება არის უფრო ძვირი, ანუ მთავრობას მეტი კრედიტის მომსახურების გადახდა უწევს ზოგადად უცხოელი ინვესტორებისათვის. არ ქვია, ყველა ბერკეტი გამოიყენა, გამოძიებას დაიწყო ბოლოს. უჩივლა, ან მეტი რაღა გააკეთოს არ ვიცით, მაგრამ ესეც არ შველის ფედი მაინც არ წევს ამ განაკვეთს. სხვადასხვა პირველ კვარტალში ფისკალურ კვარტალში გამოიკვეთა ესეთი საინტერესო ტენდენცია ის, რომ ამ სამთვიან პერიოდში ამერიკის საბაჟომ გადასახადებიდან მიიღო 90 მილიარდი დოლარის შემოსავალი. შემოსავალი მოვიდა ტარიფებიდან, ანუ არსაიდან გაჩნდა ფაქტობრივად ეს შემოსავალი. ტრამპი ამას საკუთარ სახელს მიაწერს, რა თქმა უნდა, მის მიერ არის იგი გენერირებული, მაგრამ ამ ტარიფებთან დანაკარგიც იყო, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გვერდითი ეფექტებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ხო, ეს 602 მილიარდი ესე რომ დაგროვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის სავარაუდო დეფიციტი მიაღწევს 2 ტრილიონ დოლარს დამატებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ვალს უნდა დაემატოს კიდევ 2 ტრილიონი დოლარი ზევიდან. ხოლო თავად ვალის მოცულობა უკვე არის 38.6
ტრილიონი დოლარი. ეს არის ახალი რეკორდი და კიდევ უფრო ახალი რეკორდი აი ამ წამს დამყარდა და მომდენო კიდევ ერთი წამის შემდეგ დამყარდება, რადგანაც ყოველ 15 წამში 1 მილიონი ზვალი ემატება ამერიკის მთავრობას. ამ ვალის გასტუმრება, რა თქმა უნდა, არავის არ წარმოუდგენია, ეს სავარაუდოდ სამუდამოდ გაიზრდება, ერთ დროს ვიტყვით 50 ტრილიონსაც და შემდეგ ალბათ 100 ტრილიონსაც. უბრალოდ ყური მიეჩვევა ამ მოცემულობას. კი ბატონო, ამერიკის შეერთებული შტატებით გავაგზავნოთ ამ შემთხვევაში არ ივიწყებს ტაივანს და პირიქით უმეგობრდება, რაც რა თქმა უნდა ჩინეთს არ მოსწონს. საუბარი ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე, რომელიც გაფორმებულია ტაივანთან, ეს სავაჭრო გარიგება არ მოიცავს მხოლოდ რაღაც ტარიფების შემცირებას, არამედ ნახევარგამტარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ნაბიჯია. კერძოდ, ჩიპების წარმოებელი ტაივანური TSMC ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ქარხანას მნიშვნელოვნად გააფართოებს ამ მრავალმილიარდიანი ინვესტიციის სანაცვლოდ მის მიერ წარმოებულ ნახევარგამტარებზე ტარიფები გახდება ნულოვანი, ანუ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სარგებელს მიიღებს TSMC მოკეთ ამ გადაწყვეტილებით და თავად ტაივანიც, თუმცა სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს 15 და 20%-იანი ტარიფები ექნებათ ამ შემთხვევაში. იმ ფონზე, როცა ყველა სხვა კომპანია ამ ტარიფებს დაემორჩილება, იმპორტზე დაწესებული გადასახადის გაუქმება ასევე შეეხება ფარმაცევტულ ინდუსტრიას, ასევე ტარიფები განულდება საავიაციო კომპონენტებზე, სანაცვლოდ ტაივანური კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებში 500 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. აი ესეთი ძირითადი ნაწილი ამ სავაჭრო შეთანხმებისა. თეთრსახში ხელწერა პრინციპში ტრამპი ყველა ქვეყანასთან ასე მიდის მოლაპარაკებებს. ჯერ ტარიფებს აწესებს, შემდეგ მოითხოვს ინვესტიციას ამ ტარიფების ჩამოსაწევად. თუმცა მაგასაც საკმაოდ დიდი რისკები აქვს, რადგან მიდის სასამართლოში ტარიფების საკითხი განიხილება. თუ ტარიფები იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი, ამ შემთხვევაში საკმაოდ მძიმედ შეიძლება შემოუბრუნდეს დონალდ ტრამპს, ანუ ეს სავაჭრო ბერკეტი აღარ იქნება, რაც ექსპერტების შეფასებით არ იქნება კარგი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მომავალში როგორც ჩინეთთან, ასევე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის ჭრილში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტაივანური ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება დაახლოებით 40%-ს დააკმაყოფილებს ამერიკაში სტრატეგიული კომპანიების მოთხოვნისა, რომელიც მათ ჩიპებზე აქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთთან დამოკიდებულების შემცირებაში. ასევე ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს კარგი საქმე არ არის ტაივანთან ასეთი ურთიერთობების დათბომა, რადგან აპრილშია დაგეგმილი 2026 წლის შეხვედრა, უბრალოდ ჩასვლა დონალდ ტრამპისა ჩინეთში შესაბამისად შეიძლება ამან გარკვეული წინაღობები შექმნას და წინაპირობები არ იყოს კარგი მოლაპარაკებების, რადგან ვიცით, რომ ჩინეთი ტაივანს აცხადებს საკუთარ ტერიტორიად და მისი გვერდის სავლით რაღაც სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება თუ სამხედრო დახმარების გაწევა სულ არ არის სახარბიელო ჩინეთის რესპუბლიკისთვის. ხო, სანამ ტრამპი ჩავა ჩინეთში, იქამდე კანადის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა ჩინეთში, მარკ კარნი, რომელიც 4 დღიანი ვიზიტით იყო, სხვადასხვა კი არ მოუნახულებია ჩინეთის საქმიანი შეხვედრები გამართა ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლებთან და რამდენიმე შეთანხმებაც ადგილზევე გააფორმა, მათ შორის ერთ-ერთი უკავშირდება ნავთობით ბუნებრივი ერითმით და გათხევადებული გაზით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რაც ორივე მხარეს პრინციპში აწყობს. ასევე შეთანხმება შედგა ელექტრომობილების იმპორტთან დაკავშირებით, ანუ კანადა შეიძენს მეტი რაოდენობით ჩინურ ელექტრომობილებს და ტარიფები შემცირდება ჩინურ ელექტრომობილებზე 6.1%-მდე. ძალიან დაბლა ჩამოვა ტარიფები მარტოდ რომ ვთქვათ, რადგანაც კანადას სჭირდება იაფი ტრანსპორტი, ხოლო ყველაზე იაფთა ხელმისაწვდომ ელექტრომობილებს აწარმოებს დღეს ჩინეთი. ძალიან მარტივი ლოგიკა აქვს. ასევე რამდენიმე საკითხი იქნა განხილული, მათ შორის ვაჭრობასთან დაკავშირებით და ერთი საკითხი ჯერაც რჩება მოუგვარებელი, ეს უკავშირდება სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, მათ იმპორტირებას და ექსპორტირებას. ამ საკითხებს ხარები ჯერაც ვერ თანხმდებიან, თუმცა უახლოეს მომავალში შეიძლება გარკვეული შეთანხმება იქნეს მიღწეული. ხო, აქ შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა, კანადა და ჩინეთი როდის მერე არიან ასე ახლოს ერთმანეთთან და ამის პასუხი არის მარტივი რეალურად მას შემდეგ რაც ტრამპმა დაუწესა ტარიფები კანადას, გარკვეულწილად გადაიმტერა კანადის მთავრობა და ამის შემდეგ კანადა ეძებს ძალის დასაბალანსებლად მეორე პოლუსს პოტენციურად, რათა შემდეგ უკვე მასთან ურთიერთობა გამოიყენოს უკვე ამერიკის წინააღმდეგ ბერკეტად გეოპოლიტიკაში, ასეთი რამ არის საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა და მოკლედ ჩინეთთან მოლაპარაკებას როგორც ჩანს კანადა ახლა უკვე
უკვე საკმაოდ სტრატეგიულ რესურსად იყენებს, მათ შორის ტრამპთან მიმართებით. კი ბატონო, ჩინეთმა თავის მხრივ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ სატარიფო უთანხმოებას უკავშირდება. რუსული სახელმწიფო ენერგო ჰოლდინგის ინტერაოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჩინეთის მხრიდან შესყიდვები 2026 წლის იანვარში იყო ნულის ტოლი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ექსპერტებისთვის, რადგან წლების განმავლობაში ჩინეთი რუსეთისთვის ენერგიის ერთ-ერთი სტაბილური მიმწოდებელი იყო, რუსეთი უпроსტად ჩინეთისთვის და განსაკუთრებით შორეული აღმოსავლეთის რეგიონიდან. ამ ნაბიჯის მთავარი მიზეზი არის ჩინეთის შიდა ენერგეტიკული ბალანსის ცვლილება და ფასებთან დაკავშირებული უთანხმოება. როგორც ჩანს, რუსეთში შიდა მოხმარება გაიზარდა, ტარიფები, რომელიც ამის შედეგად გამოიკვეთა არის ჩინეთს მიუღებელი და ცხადია ჩინეთს არ სურს რომ ძვირად იყიდოს ელექტროენერგია რუსეთისგან და სხვა ალტერნატიულ წყაროებზე გადართვა შეეცდება ან კონკრეტული ბერკეტების გამოყენებას მისი დიდი მოხმარებიდან გამომდინარე რომ ელექტროენერგია იაფად შეიძინოს. ექსპერტების შეფასებით მიუხედავად იმისა რომ ელექტროენერგიის ექსპორტი რუსული ენერგეტიკული ასე ვთქვათ სექტორის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს, მაინც მნიშვნელოვანი და სტრატეგიული კომპონენტია და ეს დიდი დარტყმა იქნება რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის თავის მხრივ. რუსეთის ბიუჯეტისთვის და სავარაუდოა რომ რუსეთი ამ მიმართულებით გააქტიურებს თავის მოლაპარაკებებს და შეეცდება რომ ელექტროენერგიის ექსპორტი აღადგინოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, თორემ ამ შემთხვევაში არ ამგონია ჩინეთი იყოს მცირე შემწყიდველი, საკმაოდ მსხვილი შემწყიდველი იქნება. ალბათ ამ რიცხვის მოძიებაც მარტივი იქნება. ყოველ შემთხვევაში დღეს ეს შესყიდვები არის ნულის ტოლი, რაც პრობლემაა რუსეთის ეკონომიკისთვის. კი და აქ ერთი პრობლემა კიდევ ის არის, რომ ეს მაგალითი ძალიან მარტივად წარმოაჩენს იმ პრობლემას, რაც რუსეთს აქვს. ანუ ერთ დღეს თუ ჩინეთს რაღაცის ყიდვა არ მოუნდება, რუსეთი რჩება რეალურად საქონლის თუ სერვისის თუ ენერგორესურსების გაუსაღებლად, მას უბრალოდ მყიდველი აღარ აყავს დედამიწაზე დარჩენილი და ეს კარგად მიუთითებს იმაზე, თუ რა დისპროპორციული ძალაუფლება აქვს ახლა რეალურად ჩინეთს რუსეთის წინააღმდეგ და ამ ძალაუფლებას ის იყენებს ხშირად სწორედ ფასების დასალაგებლად. მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება ამ ელექტროენერგიაზე შესყიდვას დათანხმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბარელი ნავთობის ფასს მაგალითად რუსეთი შემოიცილებს კიდევ $1, რაც ჩინეთისთვის ძალიან დიდი დანაზოგი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. მოკლედ, რუსეთი სანამ ამ ყველაფერს თავს მოაბამს, იქამდე კიდევ ერთი პრობლემა აქვს რუსეთის, რომელზედაც გუშინაც ვისაუბრეთ, ეს უკავშირდება რუსეთის სარკინიგზო კომპანიას, სახელმწიფო კომპანიას, რომელიც როგორც ვთქვით, არის გაკოტრების ზღვარზე. ამ კომპანიას რა უშველის უკვე ფინანსურად გაუგებარია, უკვე ეს პოლიტიკური საკითხია და სწორედ პოლიტიკურად გადაწყდა ის, რომ ამ კომპანიას დაევალა, ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის, კარგ ახსნის წინ დაევალა მას ხოთა შორის მოსკოვში, მოსკოვის ცენტრში, ბიზნეს უბანში, მოსკოვ სიტიში ცათამბჯენის გაყიდვა. 62 სართულიან ცათამბჯენზე გვაქვს საუბარი, Moscow Towers ქვია მას და ეს უნდა ყოფილიყო წესით რკინიგზის ახალი სათავო ოფისი, იქ უნდა გადასულიყო მთელი ოპერაციები 2024 წელს შეიძინეს მათ ეს ცათამბჯენის ხოთა შორის და ძალიან დიდი ფული გადაიხადეს მაშინ და როგორც ჩანს, მთავრობა ახლა აიძულებს ამ კომპანიას რომ ეს აქტივი გაასხვისოს $2.4 მილიარდ, რაც არის ლამის ნახევარი იმასთან შედარებით, რაც გადაიხადეს ზუსტად 2024 წელს ამ უფრო ძვირად იყიდეს და უფრო იაფად უნდა გაყიდონ და აქ საინტერესო ის არის რომ შეიძლება ვერ გაყიდონ და აქ მყიდველები რუსეთში ვიცით როგორც არიან, ისინი ელოდებიან სანამ მიხვალ კოლაფსამდე და შემდეგ რამდენიმე მილიონად, 100 მილიონად ალბათ შეეცდებიან ამ ცათამბჯენის გამოსყიდვას, ალბათ რომელიმე ოლიგარქი იქნება ამ გარიგებაში ჩართული. ხო, გაყიდვის მიზეზს რაც შეეხება, ეს არის რეალურად ვალდებულებები, რაც გროვდება ყოველ დღიურად და საათობრივად და უკვე შეადგენს $50 მილიარდ. მისი ნაწილი მაინც რომ გაისტუმროს ამ სარკინიგზო კომპანიამ, ამიტომაც უნდათ მათ ამ აქტივის გასხვისება. მეტი გასასხვისებელი აქტივები ესე დიდად ლიკვიდური არა აქვს. რკინიგზას ვის მიყიდის ან ვაგონებს, ხო, რაც გაყიდვადი იყო, არის ცათამბჯენი სწორედ და შუალაშორის ვაგონების გაყიდვასაც აპირებენ, რადგანაც ეს კომპანია გეგმავს თავისი შვილობილი კომპანიის გასხვისებას. ეს არის რიგით მეორე ყველაზე დიდი სარკინიგზო კომპანია რუსეთში, რომელიც ასევე სახელმწიფო რკინიგზის პორტფელში იმყოფება, მას ქვია ფედერალური სატვირთო კომპანია. ეს კომერციული სატვირთო სარკინიგზო ხაზია, მის 59%-ს ყიდის ამ შემთხვევაში სარკინიგზო კომპანია და ესეც არის ძალიან არალიკვიდური ასე ვთქვათ აქტივი. შეიძლება იყიდონ, არ არის გამორიცხული, ან შეიძლება კლავაც რომელიმე ოლიგარქი დაინტერესდეს ასეთი სტრატეგიული აქტივის ფლობა არავის პორტფელში ცუდი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ რკინიგზას უკიდურესად ცუდად აქვს საქმე და ძალიან მალე შეიძლება მოგვიწევს იმის თქვა, რომ ეს კომპანია გაკოტრდა და მისი აქტივების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.
კი ბატონო და ამ ბლოკში ბოლო ინფორმაცია IMF-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გიორგიევა სამუშაო ვიზიტით კიევს ესტუმრა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. აღსანიშნავია, რომ გიორგიევა კიევში ბოლოს 2023 წელს იმყოფებოდა, როგორც მედია წერს საერთაშორისო მონეტარული ფონდის ხელმძღვანელმა უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნისათვის დამატებით 8.1 მილიარდი დოლარის სესხის გაცემის საკითხზე ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციით საკითხს IMF-ის ბორდი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიუბრუნდება და განიხილავს. გიორგიევა იმედოვნებს, რომ IMF-ის წევრი ქვეყნების სესხის გაცემას მხარს დაუჭერენ, რადგან ნოემბრის თვეში შეთანხმებული ასე ვთქვათ წინა პირობები, რომელიც 1.1 მილიარდიან სესხს შეეხებოდა, უკრაინის მხარეს ნაწილობრივ და დიდწილად შესრულებული აქვს, თუმცა რჩება რამდენიმე საკითხი, რამაც IMF-ის ხელმძღვანელის თქმით შეიძლება სესხის გაცემა შეაფერხოს. მთავარი საკითხი უკავშირდება დამატებული ღირებულების გადასახადს და ამ რეფორმის გატარებას. კერძოდ აუცილებელია, რომ არ არსებობდეს არც ერთი სამოხმარებო პროდუქტი, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადი არ დაედება. ეს არის IMF-ის მოთხოვნა, რითიც რა თქმა უნდა გარკვეული რისკების გადაზღვევა ხდება. ნახოთ, რაზე შეთანხმდებიან IMF-ი და უკრაინის პრეზიდენტი და ნახოთ დამტკიცდება თუ არა 8.1 მილიარდიანი სესხი, რომელიც უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი იქნება. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. როგორ აფასებს IMF-ის ხელმძღვანელი გლობალური ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას, AI სექტორს და კლიმატის ცვლილებებს. ეს არის ის სამი ძირითადი საკითხი, რომელზეც ნორვეგიის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გიორგიევა ესაუბრა. ახლა ეთერში ერეკლე პოლადიშვილი შემოგვიერთდება და ამ ინტერვიუზე უფრო ცლად ისაუბრებს ერეკლე საღამომშვიდობის. სპექა საღამომშვიდობისა და მიესალმები მაყურებელს. ბოლო თვეებში ნორვეგიის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელმა ნამდვილად საინტერესო პროფესია მოირგო. ჟურნალისტის ამპლუაში არის წარმოდგენილი და არაერთი საინტერესო ინტერვიუც უკვე ჩაწერა. თუ გუშინ ბლუმბერგის დამფუძნებელ მაიკ ბლუმბერგთან შემდგარ ინტერვიუზე ვისაუბრეთ, დღეს ჩვენი ყურადღების ცენტრში საერთაშორისო მონეტარული ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა, ადამიანი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. ცხადია, მასთან ჩაწერილი ინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, თუ რას ფიქრობს ის გლობალური ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. უკეთესად ვიდრე მოველოდით, უარესად ვიდრე საჭიროა. მსოფლიო ეკონომიკა საოცრად გამძლე აღმოჩნდა იმ მრავალი შოკის მიმართ, რომლებიც COVID-დან მოყოლებული გვირთყამს. ჩვენ პროგნოზირებთ, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში ზრდა 3%-ზე ოდნავ მეტი იქნება. მიუხედავად იმ გარდამტეხი ტრანსფორმაციული პროცესებისა, რომლებიც მუდმივად ცვლის სურათს, იქნება ეს გეოპოლიტიკა, ტექნოლოგია, დემოგრაფია თუ კლიმატის ცვლილება. ისინი ძლიერ გავლენას ახდენენ, მაგრამ ეკონომიკა მაინც აგრძელებს ზრდას. ეს ზრდა ძალიან ნელია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც ადამიანებს უკეთესი ცხოვრებისათვის სჭირდებათ. COVID-მდე საშუალო ზრდა 3.7% იყო. ახლა დაახლოებით 3%-თან ტრიალებს. არც ის უნდა დაგვაუწყდეს, რომ მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობა ბოლომდე რეალურად ჯერ არ დატესტილა და ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამხელა გავლენა ექნება ამჟამად მიმდინარე ტრანსფორმაციულ პროცესებს მასზე მომავალში. ინტერვიუს დროს ნიკოლაი ტანგენმა თითქმის ყველა ქვეყნის წინაშე მდგარ იმ გამოწვევაზეც იკითხა, რომელზეც IMF-ის ხელმძღვანელი მუდმივად ამახვილებს ყურადღებას. ვსაუბრობთ ვალის მაღალ დონეზე, რომლის ზრდასაც სახელმწიფოები არასერიოზულად ეკიდებიან. ასევე ბიუჯეტის დეფიციტზეც, რომელიც კრისტალინა გეორგიევას შეფასებით ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ეკონომიკისთვის. მოვისმინოთ უფრო ცლად თუ რატომ თვლის ის ამ საკითხებს ასე მნიშვნელოვნად. იმიტომ რომ ის თანხები, რომელთა გადახდაც ქვეყნებს ვალის გასასტუმრებლად უწევთ, აკლდება იმ სფეროებს, რომლებიც ეკონომიკას რეალურად ზრდიან. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ 3% განაკვეთები ნულთან ახლოს, ან ნულის ტოლი აღარ არის. რაც იხარჯება ვალის მომსახურებაზე, აღარ იხარჯება ინფრასტრუქტურაზე, ხელოვნური ინტელექტის ეპოქისათვის მომზადებაზე, ადამიანების გადამზადებაზე იმ სამყაროსათვის, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება. და როცა ვალის დონე ძალიან მაღალია, ვეღარ ახერხებ იმ ეკონომიკური ბუფერების შექმნას, რომლებმაც შემდგომი შოკებისაგან უნდა დაგიცვას. COVID-ის პერიოდში ჩვენ ვეუბნეოდით მთავრობებსაც და ბიზნესსაც. ხარჯეთ, დაიცავით ხალხი, დაიცავით ბიზნესები. რა თქმა უნდა, შეინახეთ ეს ჩეკები, მაგრამ ხარჯვისაგან მაინც არ შეიკავოთ თავი. მაშინ ამისთვის შესაბამისი ფისკალური სივრცე, მონეტარული სივრცე არსებობდა
დღეს ეს აღარ არის შესაძლებელი. სხვათა შორის, როცა ვამბობ, რომ სოფლიო ეკონომიკა კარგად იზრდება, მაგრამ არა დამაკმაყოფილებლად, გულისხმობ იმას, რომ გაჩნდა შემდეგი პრობლემა. ქვეყნების უმრავლესობას უჭირს გააუქმოს დახმარების ის პროგრამები, რომლებიც პანდემიის დროს შემოიღეს ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის. ჩვენ კი მათ ვეუბნებით, რომ დროა ნელ-ნელა ეტაპობრივად დაიწყონ ამ საკითხზე მუშაობა, რათა შემდგომი შოკებისათვის მომზადება მოახერხონ. არ ვიცი რა სახის შოკი გველის მომავალში ან როდის მოხდება ეს, მაგრამ რაღაც რისთვის მომზადებაც ახლა საჭიროა, აუცილებლად მოხდება. ცხადია, IMF-ის ხელმძღვანელთან ინტერვიუ ისე ვერ ჩავლიდა, რომ საუბარი არ შეხებოდა ხელოვნურ ინტელექტს, განსაკუთრებით კი იმ საკითხს, რომელზეც მსოფლიო კვლავ აქტიურად საუბრობს. AI ბუშტი როგორც მითი თუ რეალობა. ამ კითხვას კრისტალინა გეორგიევამ საკმაოდ საინტერესო, შეიძლება ითქვას, იმედის მომცემი პასუხი გასცა. ვერ დავმალავ, რომ ხელოვნურ ინტელექტში ასეთი მასირებული ინვესტიციები გვაშფოთებს. გვაშფოთებს, რადგან მსგავსი მასშტაბი ბაზრის ამ სეგმენტის გადახურებას იწვევს. თუმცა, არც ის უნდა დაგვაუწყდეს, რომ ვსაუბრობთ შემოსავლიან კომპანიებზე. ისინი ამ საქმით ფულს აკეთებენ. ინვესტიციების მოცულობის აღებულ მასშტაბს სწორედ ეს შემოსავლები ამართლებს. ვიხილავთ თუ არა კორექციას? ალბათ ნაწილობრივ კი, რადგან ენთუზიაზმა შეფასებები მეტწილად გაზარდა. აი, რაც შეეხება იმას, კორექციის გამო აღმოჩნდებით თუ არა ცუდ ვითარებაში, ვფიქრობ, რომ არა. იმიტომ, რომ ვხედავთ, როგორ გარდაიქმნება AI რეალურ პროდუქტებად, რომელთაც მომხმარებელი ჰყავს და მოგებაც მოაქვს. ანუ თქვენ იმ ბანაკში ხართ, ვინც ფიქრობს, რომ ეს პოზიტიური ბუშტია, რადგან ის საზოგადოებას ცვლის? ვფიქრობ, ეს საოცარი, წარმოუდგენლად სწრაფად ცვალებადი გარდამტეხი ძალაა, უბრალოდ წარმოუდგენელი. ნორვეგიის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელმა ინტერვიუს დროს ყურადღება კლიმატის ცვლილებებზეც გაამახვილა და მისგან საინტერესო შეფასებაც მოისმინა. შეფასება, რომელშიც წარმოჩენილია თუ რა არის დღეს ქვეყნებისთვის მთავარი პრობლემა და რისი გაკეთებაა საჭირო სამომავლო რისკებისაგან თავის დასაზღვევად. ისე კლიმატის რისკს ფინანსურ რისკად აღიქვამთ? რა თქმა უნდა, თან ორი თვალსაზრისით. პირველი თუ პორტფელში გიგროვდებათ ისეთი აქტივები, რომლებიც კლიმატის შოკების ან კლიმატური პოლიტიკის ცვლილებების მიმართ დაუცველია, შეიძლება მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადოთ. მეორე საკითხია, რომ ნელ-ნელა უკვე კარგად იკვეთება ის ქვეყნები და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც კლიმატის ცვლილებების მიმართ მოწყვლადები იქნებიან. მაგალითად, ვინც ფილიპინებსა და ვიეტნამში ცხოვრობს, დიდ დარტყმას მიიღებს. დარტყმას, რომელიც გავლენას ეკონომიკაზე და ადამიანებზე მოახდენს. ანუ რისკს შეუქმნის ფინანსურ სისტემას. IMF-ში საკმაოდ დიდი დრო გვაქვს დათმობილი ფინანსური სტაბილურობის რისკების შესწავლაზე. რისკები, რომლებიც ერთი მხრივ ეკონომიკის სწრაფი ცვლით შეიძლება იყოს განპირობებული, მეორე მხრივ კი კლიმატთან დაკავშირებულმა შოკებმა შეიძლება გამოიწვიოს. ეს შოკები ყველაზე დიდ ზიანს ბიზნესებს და მუდმივ მოსახლეებს უქმნის და აჩენს ფინანსურ სისტემაზე ზეწოლის რისკს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ დეკარბონიზაციის პროცესი მკვეთრად შენელებულია, ეს კი მკვეთრი ცვლილების რისკებს ზრდის. ინტერვიუს ბოლო ნაწილში კრისტალინა გეორგიევამ ნიკოლაი ტანგენთან განვლილ ცხოვრებაზეც ისაუბრა და რაც მთავარია გაუზიარა რჩევები, რომლებსაც თავის შვილიშვილებსა და ზოგადად კაცობრიობას აძლევს სწორედ იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც წლების განმავლობაში მიიღო. მოვისმინოთ ეს დარიგება. I want them above all to be kind. უპირველესად მინდა კეთილები იყვნენ ერთმანეთის და სხვების მიმართ. გააჩნდეთ თანაგრძნობა და იყვნენ მამაცები. მინდა ცნობის მოყვარეობა არასდროს დაკარგონ და არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ იმით, რაც იციან. სხვათა შორის, როცა ჩემს შვილიშვილს ველაპარაკებოდი, ასეთი რამ ვუთხარი. არაფერია ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ცნობის მოყვარეობა, სიმამაცე და თანაგრძნობა. მინდა რომ ეს მან კარგად გაითავისოს. სხვათა შორის დაიმახსოვრა კიდეც ჩემი ეს რჩევა და იცით, ზუსტად ამას ასახავს ის, ვინც მე ვარ, როგორც ადამიანი და როგორც პროფესიონალი. She actually remembered it. მოკლედ, ასეთი საინტერესო ინტერვიუ გამოუვიდა ნორვეგიის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელს IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთან. მის სრულ წერილობით ვერსიას კი BMG-ის ვებგვერდზე უკვე შეგიძლიათ გაეცნოთ. გლობალური ბიზნეს ამბებით გავაგრძელოთ საქმიანი საღამა და დავიწყოთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, რომელიც რა თქმა უნდა სოციალურ ქსელში დაწერა და საქმე ეხება იმას, რომ ტექნოლოგიურ გიგანტებს მოუწოდა და პრინციპში აიძულებს, რომ თავად დაფარონ ელექტროენერგიის ხარჯები, მონაცემთა ценტრებისთვის საჭირო ელექტროენერგია მოხმარება გაიზარდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტარიფებმაც მოიმატა და ამიტომ ეს ხარჯები თავად უნდა დაფარონ. პრეზიდენტის განცხადებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შენახვა არ უნდა ხდებოდეს რიგითი ამერიკელების ხარჯზე და რომელთა კომუნალური გადასახადები ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 40
პროცენტით გაიზარდა. ერთის ხრივ, რა თქმა უნდა, ტრამპი მიესალმება AI ინდუსტრიის განვითარებას და აქედან გამომდინარე ამერიკის ეკონომიკისთვისაც წელს როგორც ვიცი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი ზრდის ძირითადი კონტრიბუტორი ტექნოლოგიური კომპანიები იყვნენ, მაგრამ მეორეს ხრივ მოუწოდებს მათ, რომ ეს გაზრდილი ხარჯები თავად დაფარონ. ტრამპი აცხადებს, რომ Microsoft-თან გარკვეული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა შეცვალოს ელექტროენერგიის მოხმარების სქემა, ისე რომ მონაცემთა ცენტრების მუშაობამ არ გამოიწვიოს ტარიფების ზრდა მოსახლეობისთვის. როგორ შეიძლება ეს ტექნიკურად მოხდეს? Microsoft-მა წარადგინა 5-პუნქტიანი გეგმა, რომ ახსნათ, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფებით შესყიდვას, ადგილობრივი ქსელების გაფართოების დაფინანსებას და საგადასახადო შეღავათებზე უარის თქმას იმ რეგიონებში, სადაც მონაცემთა ცენტრები არის განთავსებული. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა უბრალოდ არის ვალდებულება უფრო ალბათ თუ ეს ასე იქნება მომავალ შეეხება Meta-საც, Google-საც და Amazon-საც და Microsoft-ის შემდეგ სავარაუდოდ ამ პროცესში ჩაერთვებიან ეს კომპანიებიც. ეს ინიციატივა, როგორც თქვით, სოციალურ დაიწერა, თუმცა ალბათ მისი აღსრულება უახლოეს მომავალში დაიწყება. ხო, ტექ კომპანიების და ამ დეიტა ცენტრების გაფართოების ინიციატივის ყველაზე დიდი მხარდაჭერები არიან ზოგადად საინვესტიციო ბანკები. მათ ძალიან უყვართ ეს ორი ინდუსტრია და წინა წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია მათ სწორედ ამ მიმართულებით ჩადეს და სხვათა შორის უკვე ბანკებმა თავიანთი ფინანსური შედეგებიც გაგვაცნეს. რამდენიმე მათგანზე უნდა ვისაუბროთ. ახლა ორზე ფოკუსირდებით, Goldman Sachs-ი და Morgan Stanley, წამყვანი საინვესტიციო ბანკები. ორივეს ძალიან კარგი მეოთხე კვარტალი გამოუვიდათ. 12% იყო Goldman Sachs-ის მოგება, რომელმაც 12%-ით იმატა და შეადგინა 4.6 მილიარდი დოლარი, განსაკუთრებით შერწყმისა და შთანთქმის მიმართულებით, ანუ M&A გარიგებების მიმართულებით. მას ჰქონდა 41%-იანი ზრდა, Morgan Stanley-საც ასევე ფენომენალური ზრდა ჰქონდა, წმინდა მოგება 18%-ით გაეზარდათ და მეოთხე კვარტალში შეადგინა 4.4%. სხვათა შორის ამ კომპანიების დირექტორებმაც, რა თქმა უნდა, განცხადებები გააკეთეს და ორივე კომპანიის დირექტორებს აქვთ ფენომენალური მოლოდინები და პოზიტიური შეხედულებები ამ წელთან და მომავალ წელთან დაკავშირებითაც მათი თქმით, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წინსვლა, როგორც საბანკო სექტორს, ასევე გლობალურად მთელ ეკონომიკას მოუტანს უდიდეს სარგებელს. დღევანდელი დღის რიცხვია 250 ლარი და 90 თეთრი. Საქსტატის 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით ზუსტად ეს თანხაა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოს საშუალო მოქალაქემ ერთი თვის განმავლობაში იარსებოს. დიახ, არ მოგესმათ, სახელმწიფო თვლის, რომ დღეში 8 ლარად თქვენ შეგიძლიათ იკვებოთ, გადაიხადოთ კომუნალურები, იყიდოთ მედიკამენტები, ჩაიცვათ და ტრანსპორტითაც იმგზავროთ. მოდი ვნახოთ რა მაგიური ფორმულით ითვლიან ამ რიცხვს და რატომ გავს ის უფრო შიმშილით სიკვდილის ქრონიკას ვიდრე სიცოცხლეს. ეს რიცხვი ეყრდნობა ეგრეთ წოდებულ მინიმალურ სასურსათო კალათას, რომელიც შრომის უნარიანი მამაკაცისთვის 2300 კალორიაზეა გათვლილი. მეთოდოლოგია თვლის, რომ შრომის უნარიანი მამაკაც დღეში ზუსტად 2300 კალორია სჭირდება, რომ არ მოკვდეს, მაგრამ მთავარი ეშმაკობა არის დეტალებში. სახელმწიფოს დათვლით ეს 2300 კალორია უნდა მივიღოთ ძირითადად პურისა და ფქვილისგან, რაც შეეხება ხორცს, ამ კალათის მიხედვით დღეში გეკუთვნით დაახლოებით 40 გრამი ხორცი, წარმოსადგენად რომ ვთქვათ, ეს არის ერთი ცალი ხინკლის შიგთავსე ნაკლები. არ გამომრჩეს და არ დავიღუპო ერთი კვერცხით შედის რაციონში, ოღონდ დღეში კი არა. 2-3 დღეში ერთხელ მოგიწევთ. ეს არის რაციონი, რომელიც ადამიანს ფიზიკურ სიკვდილს გადაარჩენს, მაგრამ ჯანმრთელობას ვერ გადაარჩენს. ყველაზე დიდი ცინიზმი კი დათვლის მეთოდშია. სახელმწიფო თვლის, რომ ადამიანის ხარჯებში 70% საჭმელზე მოდის, ხოლო 30% ყველა სხვა დანარჩენზე. სახელმწიფო გეუბნება, თუ შენ საჭმელში ხარჯავ 175 ლარს, ამ 250-დან, მაშინ ავტომატურად ყველა სხვა დანარჩენისთვის დენი, გაზი, ტრანსპორტი, წამალი, ტანსაცმელი 75 ლარი უნდა გეყოს. როგორ? ამას მეთოდოლოგია არ გვიხსნის. ალბათ ფეხით უნდა იაროთ და სიბნელეში იჯდეთ. როგორ უნდა ეყოს 75 ლარი ამ ყველაფერს ზამთარში, ალბათ სახელმწიფო ვარაუდობს, რომ გათბობა არ გჭირდებათ, რადგან ამ კალორიების დათვლისას ისედაც ცხელა. და ბოლოს მარტივი არითმეტიკა ავტომოყვარულებისთვის საშუალო სტატისტიკური ჩინოვნიკის სამსახურეობრივი შავი ჯიპის საწვავის აუზი დაახლოებით 80-90 litrია. დღევანდელი ფასებით ამ აუზის ერთჯერადი გავსება დაახლოებით 270-280 ლარი ჯდება, ანუ გამოდის, რომ სახელმწიფო საკუთარი ავტომობილის ერთხელ დაპურებას უფრო ძვირად აფასებს, ვიდრე საკუთარი მოქალაქის მთელი თვის სიცოცხლეს. მაგრამ
ნუ გწყინთ, როგორც ჩანს, მთავრობა შეერა თქვენი სუპერ გმირული საშუალებების, იცხოვროთ ჰაერით და იკვებოთ სტატისტიკით. საქმიანი საღამო დღეს ამით დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.